ალფაზე. Amo nახოთ ახლა ტანგენსი რას უდრის, მიწერია ზემოთაც, ხო? ტანგენს ალფა უდრის რა მივიღეთ? აცი შეფარდებული ვეცესთან. მაშ ფორმულა ტანგენს ალფა უდრის სინუს ალფა შეფარდებული კოსინუს ალფასთან მივიღეთ. ეხლა ტანგენს ალფას ფორმულა მივიღოთ, ეხლა შემდეგი მომძალით დაფასთან, თეთრი მომძალით დაფასთან. შემდეგი ფორმულა დიახ, ეგ ჭირდება. ფორმულა გადავწეროთ, კოტანგენს ალფა უდრის. კოტანგენს არასწორად წერთ. კოსინუს ალფა. შეფარდებული სინუს ალფასთან. კოსინუსი ნახეთ რა გვაქვს? რა გვაქვს სინუსი? კოსინუსი გავყოთ სინუსი. დავუწერეთ. ელემენტი და გავყოთ. ბენცი შეფარდებული ამისთან. მაშ ფორმულა მივწერეთ გვერდით კოტანგენს ალფა უდრის ზევით. კოტანგენს ალფა უდრის წიავის ხაზი იყო, მაგრამ დახრილი ხაზი გახდა. კოსინუს ალფა შეფარდებული სინუს ალფასთან. კოსინუს ალფა ეგ ფორმულა ვიცით ჩვენ, ამიტომ სხვა სახით უნდა ჩავწეროთ კოსინუსის და სინუსის გამოყენებით. კოსინუს ალფა შეფარდებული სინუს ალფასთან. რაც შეეხება შემდეგ ფორმულებს, მივიღეთ გამარტივების შედეგად. ერთ-ერთი ფორმულა გავამარტივოთ, მეორე ფორმულას დამოუკიდებლად დავაწყოთ შემდეგი ფორმულა. 1 პლუს ტანგენს კვადრატ ალფა უდრის ნამდვილად რომ დამოუკიდებლად შემდეგი ფორმულა ყველამ გადაწეროთ და გამოვაყენოთ. ერთი პლუს რიჩილება შევცვალოთ ტანგენს ალფა. ტანგენს ალფა რას უდრის? გადავწერეთ ახლა. ტანგენსი რას უდრის? რა ვთვლით? და არა, დავახმაროთ ამ ტანგენსი რას უდრის? ვიღაც უკან ნახეთ. სინუს ალფა შეფარდებული კოსინუს ალფასთან. შეფარდებული კოსინუს ალფასთან. რადგანაც გვაქვს კვადრატი, აუცილებლად უნდა დავუწეროთ კვადრატები, იმიტომ რომ წინადი არის კვადრატში. ერთი წუთით რა არის საერთო მნიშვნელი? გამარტივება საერთო მნიშვნელი, დაწერეთ საერთო მნიშვნელი არის კოსინუს კვადრატ ალფა. არ არის სწორად რას თქვენ დაწერეთ, ახლა არ არის ის ერთიანი მოშალით. კოსინუს კვადრატ ალფა არის საერთო მნიშვნელი. გავაერთი მნიშვნელიანი, მაგრამ როგორ ხდება გაერთი მნიშვნელიანი? რას გააკეთეთ? საერთო მნიშვნელი. დავწერეთ საერთო მნიშვნელის შემდეგ ერთი უნდა გავაკეთოთ. დავცალოთ. დიახ. 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 პლუს ეს რომ დაიყოფ ამაზე რა დაგრჩებათ?
1 მერე 1-ზე ნამრავი შეცვლის სინუს კვადრატ ალფას შეცვლის 1-ზე ნამრავი არ შეცვლის დავწეროთ ტოლია მრიცხველი რას წარმოადგენს რას უდრის მრიცხველი გვაქვს ფორმულა ერთ უდრის შემდეგი ფორმულა ანალოგიურად შეცვლით კვადრატის ალფასთან მიიღებს გამოკიდება. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ანგლის კვადრატ ალფა დავწერეთ, სინუს კვადრატ ალფა დავწერეთ, კოსინუს კვადრატ ალფა დავწერეთ. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ სინუს კვადრატ ალფა ეს არის სინუს ალფას მნიშვნელობა კვადრატში. თუ მაგალითად სინუს ალფა უდრის სინუს 30 გრადუსის უდრის 1/2-ს, რა იქნება სინუს კვადრატ 30 გრადუსი? 1/2, რა თქმა უნდა, 1/2 კვადრატში, ანუ 1/2. ასე სინუს კვადრატ ალფა შეგვიძლია ასეთ ჩავწეროთ. ასეთ შეიძლება წარმოვადგინოთ, ამიტომ იგულისხმება სინუსი ალფა კვადრატში და უბრალოდ ფრჩხილებს აღარ ხმარობ, ვამარტივებ და ჩანაწერს იქნება ასეთი სახე, სინუს კვადრატ ალფა. ასეთივე სახე იქნება კოსინუს ალფა ფრჩხილებს ხმარობ კვადრატში და შემდეგ მოვხსნით ფრჩხილებს და კოსინუს კვადრატ ალფა იქნება და ასეთივე იქნება ტანგენს კვადრატ ალფა. ჩვენ გამოცდილში მოცემული ფორმულების შესწავლა დავასრულეთ. მაშინ კიდევ ერთხელ დავასრულეთ რაზე გავამახვილეთ ეს რა დავისწავლეთ. რა ფორმულები ჩამოვწერეთ? სინუსის, კოსინუსის, ტანგენსის და კოტანგენსის ფორმულები. რომელი კუთხეების პირველად დაფაზე ჩამოვწერეთ ფორმულები, როგორი კუთხეების ფორმულები ჩამოვწერეთ დამატებითი კუთხეებისთვის. აი ალფასთვის დამატებითი კუთხე რომელია? გელა. რომელია ალფასთვის დამატებითი კუთხე? 90 მინუს ალფა. და 90 მინუს ალფასთვის რომელი იქნება დამატებითი კუთხე? ალფა იქნება. ამიტომ ჩვენ ჩამოვწერეთ რა ფორმულები? ქეთი რა ფორმულები ჩამოვწერეთ? ჩამოვწერეთ ეს სინუსის ფორმულა. 90 მინუს ალფა უდრის კოსინუს ალფა. დიახ. კოსინუს ალფას. ეს როია ასევე კოსინუს გრადუს მინუს ალფა უდრის სინუს αλφას და ტანგენს 90 გრადუს მინუს ალფა უდრის ეს უკვე კოტანგენს ალფას და ეს კოტანგენს 90 გრადუს მინუს ალფა უდრის ტანგენს ალფას. ტანგენს ალფას. დიახ. კიდევ რა ფორმულები ვისწავლეთ? რა ფორმულები ვისწავლეთ? გავყვეთ მიმდევრობი და გავიაზრეთ ფორმულები. პირველი ფორმულა დიახ, პირველი ფორმულა. ნინო. სინუს კვადრატ ალფა პლუს კოსინუს კვადრატ ალფა უდრის 1. მეორე ფორმულა. რობაქიძე, გიორგი, მეორე ფორმულა. ტანგენს ალფა უდრის ეს სინუს ალფა შეფარდებული ტანგენს კოსინუს ალფა. ტანგენს ალფას ფორმულა. მარი გამყრელიძე. სინუს ალფასთან. შემდეგი ფორმულა გამოვიყვანეთ ხეთვაძე, რომელი ფორმულა? 1 პლუს ტანგენს კვადრატ ალფაზე უდრის 1 შეფარდებული კოსინუს კვადრატ ალფას. დიახ. და ბოლოს ფორმულა, რომელიც გამოვიყენებთ და მიიღოთ თქვენ. ანუ დავასახელოთ ეს ფორმულა. მოცემული გრადუსული ზომებით და უნდა აწყოს აქედან სწორი ზომები. გადაანაწილეთ მიიღეთ სხვასაც ბარათები, აი ეს სასწრაფო და არის ეს აი ასე.
ვინ აწკინებთ. დადეთ ახლა 1 და ისე დააწყეთ რომ იყოს ჯამში 90 გრადუსები. მარიტო. ჯამში 90 გრადუსები. აკადაიკეთ 59, 91, 90, ეს 22 უნდა შეუერთოთ აი ამას. ხო? ამიტომ ცოტა მართკუთხედის ფორმა რომ იგეცათ, კაი იქნებოდა. კარგით საკმარისი. ახლა მივცეთ ეს ერთი ჯგუფი დარჩა. აი ეს ჯგუფი დარჩა. გადაანაწილეთ და აწყეთ მართკუთხედს. კარგი გაიყო. კაცი. ეს ხო 75. გიჟი არის გიჟო 31 აქ რა 31 და 50 აქ 59 22 მოჩი ეს ჯობდა 100 ყოფილიყო, აი 100, ხო? ესეც 100 იქნებოდა და შეუერთდებოდა ამას.